პატარა საველე პირობებში, ესე ვთქვათ, სკანირების პატარა ოთახი მოვაწყვეთ, სადაც გავაკეთებთ პოზიტივის, ნეგატივიდან პოზიტივს, შუშაზე გადაღებული ფოტოები რაც არის, 100 წლის ფოტოები. ეხლა დღეს ალბათ პირველად იხილავენ პოზიტიურ დღის შუქს. ეხლა ნახოთ რა გამოვა. გიორგი, მე მინდა შეხედა იქნებ იმი ამოიცვა, იმიტომ რომ პირველი ფოტოც ისეთი არის, სადაც ბევრი ხალხია რა. ესე ვთქვათ. ესე უცნობია. საველე პირობებში, ხო ესე. ექსკლუზიური პირველი ვიზუალური მასალა მივიღოთ. ნახოთ როგორი გამოვიდა. აი, ფოკუსი გავასწოროთ. გადავიღეთ ეს ფოტო. 100 წლის ფოტოს ვაცოცხლეთ, აი რო დაფიქრდი რა, არ უნდა ხავს არასთან. გადაიღეს და დადეს ხვენში. Magic. Oh. ეს არის 100 წლის წინ ცხოვრობდი და ახლა ალბათ ხავა მიახლოებით ეს პერიოდი, ხო? ეხლა გერმანელები 1950-ში გაასახლეს და მანამდე ხდება ყველაფერი რა. შერეული სახელია გერმანელებიც არის დომინანტში. მე მგონი უფრო მეტი გერმანელია. აი ეს სახასიათო და შესასწავლია აი კოსტიუმებზე აი ეს ეს დეტალი ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს რაღაც ისეთ შესასწავლობენ რაც პირობითად ჩემოგულასთან ან გაზაფხულთან ან რომელი კულტურასთან იყოს თუმცა ეხლა ფოტოზე რასაც ხედავთ ყველას უკეთია და რაღაც კონკრეტულ სახასიათო ამბავია რომელიც ხშირად ხდება ეს ფოტოებში პირველად ხედავ ესეთ რაღაცას ეს გარდამავალი პერიოდი ჩანს როცა აი წმინდა გერმანული შესამოსებთან და სამოსთან ერთად შემოდის თუმცა დომინანტად ხალხის გერმანელები ჩანს და სამოსის ეს ამერიკაში ეთხოვა იქ პირობითად ადრეულ 1900-იანების ფოტოებში სამოსშიც წმინდად გერმანული უკეთება თუმცა ეს საერთო დეტალია ეს პროვის სამმავლო კლებისთვის. ესე იგი, ერთი ფოტო ვნახეთ და უკვე რამდენი კითხვა დატოვა, წარმოიდგინეთ, რამდენი ფოტო არსებობს, რომელიც შესასწავლია დეტალურად. და მოკლედ ჩვენ ეხლა ამ საქმით ვართ დაკავებულები ჩვენს ფილმში.